It's always great to be able to share in communion together. ძალიან სასიამოვნოა რომ ზიარების მიღება შეგვიძლია. To remember the work that Jesus accomplished for us on the cross. რომელთაც ვიხსენებთ იმას, რაც იესო ქრისტემ აღასრულა ჯვარზე. We could not save ourselves, ჩვენ არ შეგვეძლოთ ჩვენი თავის ხსნა. but he did everything for us. მან გააკეთა ჩვენთვის ყველაფერი, ჩვენს მაგივრად. So now we turn in our Bibles to Luke chapter 2. ახლა ჩვენი ბიბლიები გადავშალოთ ლუკას მეორე თავზე. So in communion we were looking back to the cross. ზიარებაზე ჩვენ გავიხსენეთ ჯვარზე აღსრულებული საქმე. In Luke chapter 2, Luke takes us even further back. მაგრამ ლუკას მეორე თავი გვაბრუნებს უფრო გვიან. Back to the days when Jesus was an infant, when he was a child, when he was just being presented in the temple. და ის აღწერს იმ დროს, როდესაც იესო ქრისტე იყო ყრმა, როდესაც ის იყოფებოდა ტაძარში. So communion shows us where the story is going. ზიარება გვაჩვენებს იმას, თუ როგორ წარიმართა მომავალში. But chapter 2 of Luke reminds us how the story begins. მაგრამ ლუკას მეორე თავი გვიყვება თუ როგორ დაიწყო ყველაფერი. It begins in an ordinary life, ეს დაიწყო ჩვეულებრივი ცხოვრებით, an ordinary family, ჩვეულებრივი ოჯახით, walking in obedience to God. რომელიც ღმერთის მორჩილებაში დადიოდა. And then in between the manger and the cross, we see a life of obedience. და ამ ჩვენ ხედავთ დაბადებიდან იესოს შვილობიდან ჯრომდე ხედავთ მორჩილებას. We see a life of waiting, a life of growth, a life of faithfulness. ჩვენ ხედავთ ზრდას, ჩვენ ხედავთ ერთგულებას. And when I read Luke, there's something that I appreciate. და ლუკას რო ვკითხულობ, ერთი რაღაც არის, რაც ძალიან მომწონს. He doesn't rush things. და ეს არის ის, რომ ლუკა არ ჩქარობს. He's not in a hurry for us to get to the story of Jesus' teaching and the miracles and the confrontations with the leaders. ლუკა არ იწყებს ეგრევე იესო ქრისტეს სასწაულების მოყოლას და იმას თუ როგორ ეწინააღმდეგებოდნენ მას. Instead, he takes time to show parents what parents do. და ლუკა გვიჩვენებს, გვყვება იმას თუ როგორ იქცევდნენ იესო ქრისტეს მშობლები. To show elderly saints what saints are supposed to do. ის გვყვება ძველ წმინდანებზე, როგორ ერთგულები იყვნენ ისინი. And he shows us this boy who's growing and learning. ის გვყვება ახალგაზრდა პატარა იესოზე, თუ როგორ იზრდებოდა ის, როგორ სწავლობდა ის. And all of that is just to say most of our lives are lived in these kind of moments. და ამით ჩვენ ვიგებთ, რომ როგორც ჩვენ ვიზრდებოდით, ისე იზრდებოდა ქრისტეც. We don't live in only the moments of angelic announcements. და ჩვენ იმას გვაჩვენებს, რომ ჩვენც ასე ცოდნით არ ვიბადებით. Or dramatic revelations. და ღმერთისგან ეგრევე გამოცხადებას არ ვიღებთ. We live in daily routines. ჩვენ მივყვებით ყოველდღიურ რუტინას. In our habits that we have. ჩვენ გვაქვს ჩვევები, We're raising children. ჩვენ ვსდით შვილებს, We're studying, we're working. ჩვენ ვსწავლობთ, მუშაობთ, We're coming and presenting our life as a sacrifice in worship of God. ჩვენ მოვდივართ ეკლესიაში და თაყვანისების სხორპლი მოგვაქვს ღმერთთან. We're praying even when we might not see the answers to prayer. და ვლოცულობთ იმის მიუხედავად, რომ ლოცვის პასუხები არ ჩანს. And Luke shows us that God, he honors that kind of a faithful და life. ლუკა გვეუბნება, რომ გვასწავლის, რომ ღმერთი აფასებს ასეთ ცხოვრების სტილს. So let's pray and get into this passage together. და მოდით სანამ წერილის განხილვას დავიწყებდეთ ვილოცოთ. Father, we thank you so much for your word. უფალო ღმერთო, მადლობას გიხდი შენი სიტყვისთვის. We thank you for your spirit who teaches us all things. მადლობა შენი სულისთვის, რომელიც გვასწავლის.
We thank you that we can gather together in freedom to read your word and to praise you and worship you together. და მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია შენი თაყვანისება, შენი სიტყვის შესწავლა. We know that in many places that is not possible. რადგან ვიცით, რომ ბევრ ქვეყანაში ამის შესაძლებლობა არ აქვთ ადამიანებს. People are hungry for you, for a relationship with the true God. ხალხს ყურია შენთან ურთიერთობა, ნამდვილ ღმერთთან ურთიერთობა. And Lord, our hearts today are burdened for what's taking place in Iran. და ჩვენი გული დამძიმებულია ირანში მიმდინარე მოვლენებით. We pray for fellow believers there that you would strengthen them. და ჩვენ ლოცულობთ ჩვენი ირანში მყოფი დებისა და ძმებისთვის. We pray for the people of Iran, Lord, that you would have mercy on them. ჩვენ ლოცულობთ ყველა ირანელისთვის, რომ შენი წყალობა იყოს მათზე. We pray for an end of the violence. ჩვენ ლოცულობთ, რომ დასრულდეს ეს ძალადობა. And we pray for freedom for this wonderful people. და ჩვენ ლოცულობთ, რომ მოვიდეს გათავისუფლება ამ ხალხის. But we know that true freedom can only come through a relationship with Jesus. მაგრამ ვიცით ის, რომ ნამდვილი თავისუფლება მოდის იესო ქრისტეში. So Lord, help us to value the freedom that we do have in Christ. ამიტომ მადლობას გიხდი იმ თავისუფლებისთვის, რომელიც მოგვეცი იესო ქრისტეს მეშვეობით. And bless your word today. და გთხოვ, რომ აკურთხო დღევანდელი სიტყვა. In Jesus' name. იესო ქრისტეს სახელით. Amen. ამინ. All right, so in Luke chapter 2, let's begin by reading verses 22 to 24. მოდით დავიწყოთ ლუკას მეორე თავის 22-24 მუხლები. Now, when the days of her purification, according to the law of Moses, were completed, they brought him to Jerusalem to present him to the Lord. As it is written in the law of the Lord, every male who opens the womb shall be called holy to the Lord, and to offer a sacrifice according to what is said in the law of the Lord, a pair of turtle doves or 2 young pigeons. ხოლო განწმენდის დღეები რომ გასრულდა, მოსეს რჯულის მიხედვით იერუსალიმში წაიყვანეს უფლის წინაშე წარსადგენად. როგორც წერია უფლის რჯულში, ყოველ მამროვანს, რომელმაც განაპოს საშო, უფლის წმინდა ეწოდოს და შესწირონ მსხვერპლი 2 გვრიტი ან 2 ხუნდი, როგორც უფლის რჯულშია ნათქვამი. So Luke is telling us about this time period when Mary is now going to be purified. ლუკა აღწერს იმ განწმენდის პერიოდს, And a time when Jesus is going to be presented in the temple. როდესაც იესო ქრისტე უნდა წარდგენილიყო ტაძარში. According to Leviticus chapter 12, after childbirth, the woman was considered to be unclean. და ლევიანების მე-12 თავში ვკითხულობთ, რომ ქალი რომელიც იმშობიარებდა, ითვლებოდა უწმინდურად. And this was not because childbirth is sinful. ეს იმას ანიშნავდა, რომ მშობიარობა ცოდვა იყო, ცოდვილი რამ იყო. Scripture reminds us that children are a gift from God. რადგან წმინდა წერილი ამბობს, რომ ბავშვები არიან ღმერთის საჩუქარი. Rather, this impurity, it shows us, it reminded them that they were living in a fallen world. ეს რჯული მათ კანონი მათ ახსენებდა იმას, რომ ისინი ცხოვრობდნენ დაცემულ სამყაროში. And it reminded them that approaching God required cleansing, it required sacrifice. და იმისთვის, რომ ღმერთთან მისულიყვნენ, მათ სჭირდებოდათ განწმენდა, სხორპლის გაღება. Now, when a woman gave birth to a boy, the time of impurity was 40 days long. და როდესაც ქალი შობდა ბიჭს, გაისა უწმინდორობის პერიოდი მოიცავდა 40 დღეს. And when she gave birth to a girl, her impurity period was 80 days long. ხოლო როდესაც გოგო შობდა, განწმენდის პერიოდი ჭირდებოდა 80 დღე. Now, why is there a difference? და რატომ იყო ეს? I don't know. არ ვიცი, You know? რა გითხრათ? I don't know. You can find many different opinions in different commentaries. ნუ ამ საკითხზე ბევრი აზრი არსებობს. But God is not saying that there's a different value between boys and girls. მაგრამ რაც ვიცით ის არის, რომ ღმერთი არ ასხვავებს მამრობიც და სქესობიც. Because we know that დედრობიც. the Word of God says that God created men and women equally in His image.
და ჩვენ ვიცით რომ ღმერთმა ქალი და კაცი შექმნა თავის ხატად. But when the time came for this purification, there had to be a sacrifice. და როდესაც განწმენდისთვის მათ სჭირდებოდათ მსხვერპლშეწირვა. And let's read about that in Leviticus 12, verses 6 and 8. და მოდი წავიკითხოთ ლევიანების მე-12 თავის მე-6 მუხლები. It says, when the days of her purification are fulfilled, whether for a son or a daughter, she shall bring to the priest a lamb of the first year as a burnt offering, and a young pigeon or a turtle dove as a sin offering to the door of the tabernacle of meeting. And if she is not able to bring a lamb, then she may bring 2 turtle doves or 2 young pigeons. One is a burnt offering, and the other is a sin offering. So the priest shall make atonement for her, and she will be clean. როცა შესრულდება მისი განწმენდის დღენი, ძის ან ასულისთვის, მიუყვანოს მუდელს ერთწლიანი კრავი სრულად დასაწვერად და მტრედის ხუნდი, ან გვიტი ცოდის მსხვერპლად საკრებულო კარვის შესასვლელთან, ხოლო თუ კრავზე არ მიუწვდება ხელი, მაშინ აიღოს 2 გვიტი ან მტრედის 2 ხუნდი, ერთი სრულად დასაწვერად, მეორე კი ცოდვის მსხვერპლად, გამოისყიდის მღვდელი და სუფთა იქნება. So ideally, the sacrifice was to be a lamb and a bird. შესაძირავი უნდა ყოფილიყო კრავი ან მტრედის ხუნდი. But God, in His kindness, He made a provision for those who could not afford a lamb. მაგრამ ღმერთი მოწყალე ღმერთი არის და მან გაითვალისწინა ღარიბების მდგომარეობაც. He said that the family could bring 2 birds instead. და მან ღარიბებს დაავალა რომ მოიტანათ მხოლოდ 2 გვიტი ან მტრედის 2 ხუნდი. And this is the sacrifice that Joseph and Mary bring. და სწორედ ეს შესაძირავი მიიტანეს მარიამმა და იოსებმა. So you can see something significant just by this one detail. და პატარა დეტალში ჩანს ძალიან დიდი რამ. Jesus did not grow up in a life of comfort or surrounded by a lot of riches. ეს გვეუბნება ჩვენ რომ იესო ქრისტე არ გაიზარდა სიმდიდრეში და კომფორტში. His parents came to the temple offering the gift, the sacrifice which a poor family would offer. იესო ქრისტეს მშობლებმა მიიტანეს ის შესაძირავი, რომელიც როგორც წესი ღარიბ ხატაკებს მიჰქონდა. And Luke also tells us that now they come to present Jesus as the firstborn. და ლუკა აღწერს იმ მოვლენას, როდესაც მარიამმა და იოსებმა იესო ქრისტე წარადგინეს ეკლესიის ტაძარში. And we saw last week a little bit more about this, that in Exodus 13 it says that every firstborn male belongs to the Lord in a special way. და წინა კვირას ჩვენ განვიხილეთ, რომ ყოველი პირმშო ეკუთვნოდა ღმერთს. ღმერთის კუთვნება იყო. So the firstborn was to be presented and then redeemed. ამიტომ ყოველი პირმშო უნდა მიიყვანათ ეკლესიაში, რათა დახსნილი ყოფილიყო ეს პირმშო. And this was to remind Israel that God had spared the firstborn when they were in Egypt. და ეს ებრაელებს ახსენებდა იმ დროს, როდესაც ეგვიპტეში ღმერთმა მათი პირმშოები დაიხსნა. How interesting that Joseph and Mary are bringing Jesus to present him and redeem him in the temple, and Jesus is going to be the redeemer of the whole world. და საინტერესო ის არის, რომ მარიამმა და იოსებმა ქრისტე წარადგინეს ეკლესიაში იმისთვის, რომ დახსნილი ყოფილიყო. და ის არის პარადოქსული ის არის, რომ შემდეგ თავად ქრისტე იყო შემდეგ დამხსნელი. And also in this passage we see a reason for why we dedicate children in the church. და ეს ადგილი ჩვენ გვეუბნება ხსნის ჩვენ გვეუბნება იმას, რომ ჩვენი შვილები ეკლესიას უნდა მიუძღვნათ. Like Mary and Joseph, we bring our children and we say that our children belong to the Lord. ჩვენი შვილებიც უნდა წარადგინოთ ეკლესიაში და ამით უნდა განვაცხადოთ, რომ ისინი არიან ღმერთის კუთვნილებანი. It's not about the child's faith because they're too young for that. და ეს ბავშვის არ ნიშნავს ბავშვის რწმენას, იმიტომ რომ ისინი ძალიან პატარები არიან ამის გასააზრებლად. It's about the parents' commitment to raise their children in the loving admonition of God and His Word. არამედ ეს აჩვენებს მშობლების რწმენას, რომ მათი შვილი გაიზარდოს ღმერთის სახლში, ღმერთის გზაზე.
And it's also about us as a congregation dedicating ourselves to this child and family. და ასევე ჩვენც როგორც ერთმა როგორც ქრისტეს ხეულმა უნდა ვილოცოთ ბავშვებისთვის. We say we're going to be with you in this. We're going to help direct your child to the Lord. ჩვენ უნდა ვილოცოთ ამ ბავშვებისთვის რომ ღმერთის გზაზე იაროს ამ ბავშვმა და აღიზარდოს ღმერთის წესებში. So Mary and Joseph, they're really just doing what faithful people do. ამიტომ მარიამ და იოსები იქცეოდნენ როგორც ნებისმიერი მორწმუნე უნდა მოიქცეს დღეს. They're following God's word step by step. ისინი მიყვებოდნენ ღმერთის სიტყვას ნაბიჯ-ნაბიჯ. Even if they don't fully know what that is going to mean or accomplish in the end. შეიძლება მათ არ იცოდნენ ბოლომდე რას ნიშნავდა ეს And that should be an encouragement to us today. და ეს ჩვენთვის გამხნევება უნდა იყოს. In our normal, faithful obedience to the Lord, that's what God is looking for. ის გამხნევება უნდა იყოს იმიტომ რომ Our normal walking, obedience to the Lord. რომ ჩვენ უნდა ვიაროთ ერთგულად მის გზაზე. It may seem ordinary to us, but that's the life that God will bless. და შეიძლება ჩვენთვის კარგად გასაგები არ იყოს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი აკურთხებს ამ ჩვენს მორჩილებას. Next, Luke introduces us to a man named Simeon. So let's read about him. შემდეგ ლუკა გვიყვება ერთი ადამიანის შესახებ, რომელსაც ერქვა სიმონი. Verses 25 through 32. 25-26 მუხრები არის. And behold, there was a man in Jerusalem whose name was Simeon, and this man was just and devout, waiting for the consolation of Israel. And the Holy Spirit was upon him. And it had been revealed to him by the Holy Spirit that he would not see death before he had seen the Lord's Christ. და აჰა იყო იერუსალიმში კაცი, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღმერთის მოშიში, რომელიც ისრაელის ნუგეშისცემას მოელოდა. სულიწმინდა იყო მასზე. სულიწმინდისგან ჰქონდა ნაუწყები, რომ უფლის ცხებულის ხილვამდე არ იხილავდა სიკვდილს. So he came by the Spirit into the temple, and when the parents brought in the child Jesus to do for him according to the custom of the law, he took him up in his arms and blessed God and said, Lord, now you are letting your servant depart in peace according to your word. For my eyes have seen your salvation, which you have prepared before the face of all peoples, a light to bring revelation to the Gentiles and the glory of your people Israel. სულით აღზრული მივიდა ტაძარში და როცა შეყავდათ მშობლებს ყრმა იესო, რათა მას ჯულის წესისამე მოქცეოდნენ, მანაც აიყვანა ყრმა ხელში, ადი და ღმერთი და თქვა, ახლა გაუშვი მონა შენი ბატონი, შენი სიტყვისამებრ, მშვიდობით, რადგან იხილეს ჩემმა თვალებმა, ხსნა შენ მიერი, რომელიც შენ განამზადე ყოველი ხალხის წინაშე, სინათლე წარმართათვის გასანათებლად და შენი ხალხის ისრაელის სადიდებლად. Now, Luke does not give us hardly any information about Simeon. ლუკა ბევრ ინფორმაციას არ გვაძლევს სიმონის შესახებ. We don't know anything about his family background. არ ვიცით მისი ოჯახის შესახებ. We don't know about his tribe. არც იმას გვეუბნება რომელი ტომიდან იყო იგი. We don't know about his social standing in society. არც მისი პოზიცია ვიცოდით. But what Luke does emphasize is his character. მაგრამ რაც ვიცით ლუკას წერილიდან ის არის რომ ვიცით მისი ხასიათი. Simon is presented to us as being righteous and devout. ლუკა გვეუბნება რომ ის იყო ერთგული მსახური და ღმერთისთვის მიძღვნილი. And it says that he is waiting for the consolation of Israel. და ეს ადამიანი ელოდებოდა ნუგეშისცემას. You know, I think that can describe a lot of us. და შეიძლება ითქვას რომ ჩვენც სიმონის მსგავსნი ვართ. Maybe we don't have the best background. შეიძლება არ ჩვენ გვაქვს კარგი წარსული. Maybe we didn't come from a well-known family. ან დიდგვაროვანი ოჯახიდან არ ვართ. Or we don't have much of a place in society. და შეიძლება არც საზოგადოებაში წარმოადგენთ But რამეს. we're waiting for Jesus. მაგრამ ჩვენ ველოდებით ქრისტეს. We're serving the King of Kings who is coming back. და ჩვენ მემსახურებით
ღმერთთა მეფეთა მეფეს, რომელიც უნდა მოვიდეს. But this phrase, consolation of Israel, it comes straight out of the prophecies of Isaiah. და ეს ნუგეშისემა იყო წინასწარმეტყველება. There it talked about him, how he, the one who would come, would be a comfort for his people. რომელიც მოვიდოდა ებრაელებისთვის. That he would forgive the sins of his people. რომელიც მიუტევებდა ცოდვას თავის ხალხს. That he would restore them. რომელიც შემდეგ აღადგენდა მათ. And Simeon believed these promises. და სიმონს ჯეროდა ეს წინასწარმეტყველება, ამ წინასწარმეტყველების. And he had been promised that he would not die until this was fulfilled. და ღმერთი მას დაპირდა, რომ არ მოკვდებოდა, სანამ ამ წინასწარმეტყველების აღსრულებას არ იხილავდა. And now it's the day. This day, Simeon is in the temple and he sees Jesus. და ეს ის დღე იყო, როდესაც მან იხილა ამ წინასწარმეტყველების განხორციელება. And he walks over and he takes the infant into his arms. მან ნახა იესო ქრისტე, აიყვანა ხელში And he says, "My eyes have seen your salvation." და ამბობს, რომ იხილეს ჩემმა თვალებმა ხსნა შენ მიერი. That promise, that salvation that was to come, it's no longer just some kind of idea or hope. და ხსნის ნუგეში უკვე არ იყო თეორია, რამედ ეს უკვე განხორციელდა. The salvation that's to come is a person. რადგან ხსნა მოვიდა პიროვნებით. And Simeon also understands something that most of Israel did not understand. და სიმონს ესმოდა ისეთი რაღაც, რის შესახებ რაც არ ესმოდათ ისრაელს. That this salvation is not only for the nation of Israel, but it's for all peoples. მან იცოდა, რომ ხსნა არა მხოლოდ ებრაელებისთვის იყო, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. And he, in his blessing, he cites Isaiah chapter 49, verse 6. და ის შემდეგ ამბობს იმას, რაც ესაიას 49-ში წერია. And here it says, "Indeed," he says, "it is too small a thing that you should be my servant to raise up the tribes of Jacob and to restore the preserved ones of Israel. I will also give you as a light to the Gentiles, that you should be my salvation to the ends of the earth." მითხრა, არ გაკმარებ ჩემს სამსახურს იაკობის ტომთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის დასაბრუნებლად, ერების სინათლეთ განგაწესებ, რათა დედამიწის კიდეებს მისწვდეს ჩემ მიერი ხსნა. So God's plan is bigger than nationalism. ღმერთის გეგმა არის ძალიან დიდი. It's bigger than politics. It's bigger than borders. ის არის ულიმიტო და ნაციონალიზმი. ღმერთის გეგმა არის ძალიან დიდი. God's plan is global. ღმერთის გეგმა არის მასშტაბური. So how do Mary and Joseph respond to this blessing? და რა პასუხი გასცეს შემდეგ მარიამმა და იოსებმა? We'll read verses 33 to 35. 33-35 მუხლებს დავიკითხავთ ახლა. And if someone could get Anna some water, that'd be great. Thank you. And Joseph and his mother marveled at those things which were spoken of him. Then Simeon blessed them and said to Mary his mother, "Behold, this child is destined for the fall and rising of many in Israel, and for a sign which will be spoken against. Yes, a sword will pierce through your own soul also, that the thoughts of many hearts may be revealed." იოსები და მისი დედა გაოცებულნი იყვნენ მასზე ნათქვამით. აკურთხა ისინი სიმონმა და უთხრა მარიამს, მის დედას: "აჰა, დადგენილია იგი მრავალთა დასამხობად და აღსადგენად ისრაელში და სადაო ნიშნად. და თვით შენ სულშიც გაივლის მახვილი, რათა გამჟღავდეს მრავალთა გულის რახვანი." So Mary and Joseph, they're in awe, they're marveling at what Simeon says. იოსები და მარიამი გაოცებული იყვნენ სიმონის ნათქვამით. And by their response, I think it reminds us that believers, faithful believers, we're still growing, still learning. და ამით ჩვენ ვხედავთ, რომ მორწმუნესთვის არ არის დასრულებული სწავლების გზა. God is always revealing more than we expect. ღმერთი განაგრძობს საკუთარი თავის გამოცხადებას. Why do we continue to read through the Bible after we've read it numerous times? რატომ უნდა წავიკითხოთ ბიბლია ხელახლა? Because you can't get to the end of how much God wants to reveal to you.
იმიტომ რომ ღმერთი ღმერთი განაგრძობს თავისი ხასიათის ჩვენებას ჩვენ დამი. And so, but Simeon's word, they're not just here about joy, not only about joy. და სიმონი არა მხოლოდ სასიხარულო ამბავს He blesses Mary and Joseph, and then he speaks directly to Mary, ის აკურთხებს მარიამს და იოსებს და შემდეგ ეუბნება მარიამს. saying that this child is going to cause the fall and rising of many in Israel. და ის ამბობს რომ ეს ყრმა დადგენილია მრავალთა დასამხობათო. There's not going to be any neutral response to Jesus. და იესო ქრისტესადმი ადამიანებს ვერ ექნებათ ნეიტრალური მდგომარეობას ვერ დაიჭერნენ. ვერ აირჩევდნენ ბუდიში. Many will stumble over him and not believe. ბევრი მათ ქრისტეს არ იწამებდა, Others will be lifted up and they will believe. მაგრამ ბევრიც ირწმუნებდა მას. Simeon says, your son is going to be opposed. და სიმონმა უთხრა რომ შენს შვილს ბევრი შეეწინააღმდეგება. People are going to speak against him. ბევრი ადამიანი ცუდ სილაპარაკებს მას. And Mary, too, you also will suffer. და მარიამსაც უთხრა რომ შენს დაიტანჯებიო. A sword is going to pierce through your soul. შენს სულშიც გაივლის מחვილო. სიმონმა უთხრა მარიამს. And I think it's important for us to see that this suffering, this suffering, it's something we go through in life as believers. ჩვენ გვეუბნება იმასაც რომ ჩვენს მორწმუნეები დღესაც გავივლით ტანჯვაში. Our obedience is not a guarantee to an easy path in life. რადგან მორჩილება არ ნიშნავს იმას რომ ყოველთვის კარგად ვიქნებით და ტანჯვები არ გვექნება. ტანჯვებში არ გავივლით. Mary said yes to God. მარიამი დამორჩილდა ღმერთს. But then that yes is going to lead her to the foot of the cross where she is going to see her son crucified. მაგრამ შემდეგ ნახეთ რომ მან თუ რა მდგომარეობაში იყო, როდესაც მან იხილა ჯვარცმული ქრისტე. God's purposes are always good, but they're not always free of pain. ღმერთის მიზანი ყოველთვის კარგი არის, მაგრამ მას თან ახლავს ტანჯვაც. And so Simeon also tells us why this suffering is important. და სიმონი ამბობს ეუბნება მათ იმას, რომ რატომ იქნება საჭირო ეს ტანჯვები. It's going to expose the hearts of people. ის ამბობს იმისთვის, რომ გამჟღავნებულიყო მრავალთა გულის ზრახვები. How people respond to Jesus reveals what they truly believe about God. ხალხის რეაქცია იესო ქრისტეზე გამოამჟღავნებდა მათ დამოკიდებულებას ღმერთისადმი. The Apostle John writes in 1 John 2:23, "Whoever denies the Son does not have the Father either. Who acknowledges the Son has the Father also." და პირველი იოანეს 2:23-ში ვკითხულობთ, ყოველი ვინც უარყოფს ძეს, არც მამა ჰყავს, ძის მაღიარებელს კი მამაც ჰყავს. To acknowledge Jesus is to receive him, to trust in him. იესო ქრისტეს მიღება გულისხმობს მასზე მინდობასაც. It's not just to agree that yes, he existed, yes, he was a good teacher, prophet. რადგან საკმარისი არ არის, რომ ბოლოს დავთანხმდეთ იმ ფაქტს, რომ ის არსებობდა და მისი სიტყვა სწორი იყო. But it's to see and recognize that he is the only way, the only truth, and the only life. არა, ჩვენ უნდა გავიაზროთ ისიც, რომ ის არის ერთადერთი ჭეშმარიტება, ერთადერთი გზა. No one can get to the Father except through Jesus. და ვერავინ მივა ღმერთამდე ქრისტეს გარეშე. Next, Luke introduces us to another godly person in the temple. ლუკა გვიყვება კიდევ ერთგულ ადამიანზე. Somebody else who'd been waiting and watching and hoping for the arrival of God's salvation. და ეს ადამიანი ღმერთის ხსნას ელოდებოდა. Let's read verses 36 to 40. მოდით წავიკითხოთ ლუკას 2:36-40 მუხლები.
Now there was one Anna, a prophetess, the daughter of Phanuel, of the tribe of Asher. She was of great age and lived with a husband 7 years from her virginity. And the woman was a widow of about 84 years, who did not depart from the temple, but served God with fastings and prayers night and day. And coming in that instant, she gave thanks to the Lord and spoke of him to all those who looked for redemption in Jerusalem. იქვე იყო წინასწარმეტყველი, ფენუელის ასული, აშერის ტომიდან, ღრმად მოხუცებული. ქორწილობის შემდეგ ქმართან 7 წელიწადს ნაცხოვრები. 84 წელზე მიტანებული ქვრივი იყო იგი. ტაძარს არ შორდებოდა, მარხვით და ვედრებით ემსახურებოდა დღე და ღამე. ისიც იმავე ჟამს იყო მისული, ადიდებდა ღმერთს და ყრმაზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც კი გამოსყიდვას მოელოდა იერუსალიმში. So when they had performed all things according to the law of the Lord, they returned to Galilee, to their own city, Nazareth. And the child grew and became strong in spirit, filled with wisdom, and the grace of God was upon him. ყოველი ვერჯულის თანახმად აღასრულეს და დაბრუნდნენ გალილეაში, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში. ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა, სიბრძნით ივსებოდა და ღმერთის მადლი იყო მასზე. So we're introduced to Anna. ლუკამ წარმოგვიდგენა ანა წინასწარმეტყველი. Now, unlike Simeon, we know more about her story. სიმონისგან განსხვავებით, ანაზე მეტი ინფორმაცია არის დაწერილი. She's a prophetess, she's elderly, she's a widow. ის იყო წინასწარმეტყველი, ის იყო ღრმად მოხუცებული, ქვრივი. We know her father, we see what tribe she comes from. ჩვენ ვიცით, რომელი ტომიდან იყო იგი. But you know, the tribe she comes from is probably the least influential tribe in the nation of Israel. და აშერის ტომი იყო სხვა აშერის ტომი ნაკლებ მნიშვნელოვანი ტომი იყო. So she did not have any kind of special qualifications. და მას არ ქონდა განსაკუთრებული უნარები. She would have been easy to overlook. და შესაძლებელი იყო რომ მას მაღლიდანაც უყურებდნენ. And yet God had not overlooked her. She was right in the middle of what God was doing. მაგრამ ღმერთი მას ასე არ უყურებდა. Luke says here that Anna does not depart from the temple, but she's serving God with fasting and prayer night and day. და ლუკა გვეუბნება რომ ანა ტაძარს არ შორდებოდა და მარხვით და ვედრებით ემსახურებოდა ღმერთს დღე და ღამე. This was not a short season of devotion. This was a lifetime. ეს არ იყო პერიოდული მიძღვნა, არამედ ეს იყო მისი ცხოვრების სტილი. And now when she sees Jesus, she immediately begins giving thanks. და როდესაც მან იხილა ყრმა იესო, ის იწყებს მადლიერებას. And she begins sharing the news with others who are also waiting for the redemption of Israel. და ის იწყებს ყრმაზე ლაპარაკს და ეუბნება ადამიანებს, რომ ის იყო ნუგეში. I think it's good to see here that times of prayer, times of fasting are not wasted days. და ჩვენთვის კარგია იმის ცნობა, რომ ლოცვა და მარხვა ასე არ იკარგება. მას ყოველთვის აქვს შედეგი. And they're not just spiritual hobbies that a select few people do. და არც სულიერი ჰობი არის, რომელსაც ადამიანები მისდევენ. Prayer and fasting shapes our hearts so we can recognize what God is doing. ლოცვა და მარხვა ჩვენს გულებს გარდაქმნის და შემდეგ ჩვენ შეგვეძლება დავინახოთ ღმერთის ხელი ჩვენს ყოველდღიურობაში. If you look at Acts chapter 13, you see the same thing happening there. და Chapter 13. საქმეების მე-13 თავში ხედავთ ამას. The church was gathered together. It says they were ministering to the Lord in prayer and fasting. და ჩვენ ვკითხულობთ საქმეებში, რომ ხალხი შეიკრიბა ეკლესიაში და ისინი მარხულობდნენ და ლოცულობდნენ. And then the Lord said, "Separate unto me Paul and Barnabas for the work that I've called them to do." და შემდეგ ღმერთმა უთხრა მათ, რომ პავლე და ბარნაბა გამოვიყოთ მისი მსახურებისთვის. Jesus also spoke about prayer and fasting. იესო ქრისტეც საუბრობდა ლოცვასა და მარხვის შესახებ. And he said that in some
spiritual warfare that it can only be done with prayer and fasting. და ის ამბობს, რომ ზოგიერთი ბრძოლა ლოცვით და მარხვით I get confused. მხოლოდ ლოცვით და მარხვით გაიმარჯვებდნენ პრობლემებზე და სხვა დარგებზეც. So Anna's voice really mattered. It was important. ანას ხმა მნიშვნელოვანი იყო. Her faithfulness in her daily life resulted in this privilege of seeing the Messiah. და მისმა ერთგულებამ დაამსახურებინა ის პრივილეგია, რომ ეხლა მას მესია. You know what they say about character and reputation? What's the difference between character and reputation? თქვენიც რა განსხვავება ხასიათსა და რეპუტაციის შორის? Anyone know? Character is who you are when no one is watching. ხასიათი არის როგორი წევრი, როდესაც არ გიყურებს. And that's what we see about Anna. და ანაც სწორედ That's what we see about Simeon. These lives reflecting God's work in their hearts. ანაც და სიმონიც სწორედ ასეთი იყვნენ. და ღმერთი მოქმედებდა მათ ცხოვრებაში. And now then Luke talks about Mary and Joseph, how they returned to Nazareth. შემდეგ ლუკა ამბობს, რომ იოსებ და მარიამი დაბრუნდნენ ნაზარეთში. He doesn't write about them going back to Bethlehem and then being forced out to go to Egypt. Luke skips over that whole portion of the story. ლუკა არ ახსენებს იმ მომენტს, როდესაც ეგვიპტეში წავიდნენ მარიამი და იოსები. But he focuses on Christ, that he's becoming strong, that he's filled with wisdom, and the grace of God was upon him. მაგრამ ლუკა გვეუბნება თუ როგორ იზრდებოდა ქრისტე და როგორ იზრდებოდა ის მერეთის სიბრძნით და სულით. Now let's read verses 41 through the end. მოდით წავიდეთ ახლა 42 მუხლი. His parents went to Jerusalem every year at the feast of Passover. And when he was 12 years old, they went up to Jerusalem according to the custom of the feast. When they had finished the days, as they returned, the boy Jesus lingered behind them in Jerusalem. And Joseph and his mother did not know it. But supposing him to have been in the company, they went a day's journey and sought him among their relatives and acquaintances. მისი მშობლები ყოველ წელს ადიოდნენ პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში. 12 წლის რომ გახდა, ისინი ჩვეულებისამებრ დღესასწაულზე ავიდნენ იერუსალიმში. დღესასწაულის დამთავრების შემდეგ უკან რომ ვნებოდნენ, ყრმა იესო იერუსალიმში დარჩა. იოსებმა და დედამისმა კი ეს არ იცოდნენ. ეგონათ მზარდთა შორის არისო. ერთი თვის გზა რომ გაიარეს, მაშინ გადაუწყეს ზებნა ნათესავებსა და ნაცნობებს შორის. So when they did not find him, they returned to Jerusalem seeking him. Now it was that after 3 days they found him in the temple, sitting in the midst of the teachers, both listening to them and asking them questions. And all who heard him were astonished at his understanding and answers. So when they saw him, they were amazed. And his mother said to him, "Son, why have you done this to us? Look, your father and I have sought you anxiously." რომ ვერ იპოვეს გაბრუნდნენ იერუსალიმში და ეძებდნენ მას. 3 დღის შემდეგ იპოვეს ტაძარში, მოძღვართა შორის მჯდარი, უსმენდა და იკითხებოდა მათ. სმენათაგან ყველას აუწევდა მისი გონიერება და სიტყვა პასუხი. რომ დაინახეს გაუწნენ, უთხრა დედამისმა, ასე რად მოგვექეცი შვილო, აჰა, მამაშენ და მე შეწუხებულნი დაგეძებდით. And he said to them, "Why did you seek me? Did you not know that I must be about my father's business?" But they did not understand the statement which he spoke to them. Then he went down with them and came to Nazareth and was subject to them. But his mother kept all these things in her heart. And Jesus increased in wisdom and stature and in favor with God and men. უთხრა მათ, რატომ მეძებდით? ნუ თუ არ იცით, რომ რაც მამაჩემისა, იმაში უნდა ვიყო. მაგრამ მათ ვერ გაიგეს მისი ნათქვამი და გაჰყვა მათ ნაზარეთში დაბრუნდა. ყველაფერში ემორჩილებოდა მათ. დედამისმა გულში ჩაიმარხა ყოველივე ეს, ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი და მადლი ღმერთისა და კაცთა წინაშე. So Luke kind of gives us a glimpse into Jesus' childhood. ლუკა ცოტა გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იესოს ქრისტეს ბავშვობაზე. Every year, Mary and Joseph traveled to Jerusalem for Passover.
ყოველ წელს იოსებ და მარიამი ადიოდნენ პასუხის დღესასწაულზე იერუსალიმში. This wasn't just a legal requirement, this was their family habit. და ეს არ იყო მხოლოდ ვალდებულების გამო, არამედ ეს იყო მათი ჰემილიფებით Something they always did. საოჯახო ტრადიცია. And their faith shaped their calendar and their priorities. და მათი რწმენა ისინი რწმენით აღალიბებდნენ პრიორიტეტებს. And I think it's that way, should be that way in our lives. და ჩვენს ცხოვრებაში ასე უნდა იყოს. Our faith is to dictate, or it is to decide our calendar and our priorities. Gan ჩვენმა რწმენამ უნდა განსაზღვროს ჩვენი პრიორიტეტები. I remember when I was a teenager, I applied for a job at a hotel, a nice paying job. მახსოვს მოზარდობის ასაკში სამსახურს ვეძებდი. And after the interview and when they said I had the position, they started talking about days that I would be working. და გასაუბრობაზე მათ მითხეს სამუშაო განკის შესახებ. And they said you'll be working every Sunday. და მითხრეს რომ ყოველ კვირას მომიწევდა მუშაობა. That's our big day. That's when all the church people come and eat out and do everything. და როგორც ვიცით, კვირა დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. And so it was a great paying job, great offer. და მინდა გითხრათ რომ საკმაოდ მაღალანაოსაურებადი სამსახური იყო. But I had recently gotten saved and become a Christian. მაგრამ ახალი მოქცეული ვიყავი. My Sundays were now about growing in Christ and being in fellowship with His body. და ყოველ კვირას ეკლესიაში ვიყავი და ვიზრდებოდი წმენაში. So I said, no, I can't take it. და ვუთხარი მათ რომ ვერ ვიმუშავებდი. I can't say now God gave me an even better job than that one. იმას არ აკეთე რომ ღმერთმა უკეთესი სამსახური გაკურთხა. I think I started working in a cheese factory after that. ვიფიქრე გონი ყველის ქარხანაში მუშაობდი. But I wanted God to direct my calendar and my priorities. მაგრამ მე მინდოდა რომ ღმერთი ყოფილიყო პრიორიტეტი ჩემს ცხოვრებაში. And when we do that, I think we allow the Lord to bless us in a special way. და როდესაც ასე ვიქცევით, ღმერთი გვაკურთხებს ჩვენ თავის გზებით. I probably grew in those few years more than any other time period in my life, spiritually. და მაგ წლებში სულიერად დიდი სულიერი გარდაქმნა მოხდა ჩემს ცხოვრებაში. So the families in Jerusalem, they're going to the temple for Passover. დაუბრუნდათ ახლა ლუკას ახარებას. But they lose Jesus. მათ დაკარგეს იესო ქრისტე. Have any of you ever been left behind by your families? როდესაც თქვენს ოჯახს Everything's happened to Pastor David. Large family, kids get, well, I don't know, we've got 7 others, so hey. მრავალშვილიანი ოჯახი როცა ყავს, ეს ასეთი რაღაცები შეიძლება მოხდეს. But historically, on these trips to Jerusalem, families would travel together. როგორც ეს მოგზაურობები ხდებოდა ჯგუფურად, რამდენიმე ოჯახი მიდიოდა ერთად. And kids would go back and forth between families and cousins and hang out. და ბავშვებიც ხარ თქონდა ერთად მიდიოდნენ. So it's not that Joseph and Mary were negligent and just bad parents. და ეს იმას ანიშნავდა, რომ იოსები და მარიამი უპასუხისმგებლო მშობლები იყვნენ. But it took them a day to realize that Jesus was not with them. თუმცა ერთი დღე დასჭირეთ იმის გასააზრებლად, რომ იესო ქრისტე მათთან აღარ იყო. And when they get back to Jerusalem, they find Jesus in the temple listening, asking questions. და როდესაც იპოვეს იესო მათთან ხესის ტაძარში, He's astonishing the teachers. ის აუცებდა თავის პასუხით, თავის კითხვა-პასუხით. And Mary comes up and says, your father and I have been looking everywhere for you. და დედამისმა უთხარა, რომ რასერად მოგვეცი შვილო, ყველგან გეძებ მე და მამა შენიო. And here we see the first recorded words of Jesus. და ამ მოხსით ჩვენ ხედავთ იესოს პირველ სიტყვას.
He says, "Did you not know that I must be about my Father's business?" ან პირველ სიტყვას რომელიც აღწერილია. And in that first statement of Jesus, we see his identity and we see his mission. და პირველი რაც თქვა, პირველი რაც ქრისტემ თქვა, ეს მიუთითებდა მის იდენტობას. His ultimate allegiance is to the Heavenly Father. და მის ერთგულებას მისი ზეციერი მამისადმი. And then when they return home, Jesus is subject to his parents. He honors his parents. და შემდეგ როდესაც დაბრუნდნენ, წერილი ამბობს, რომ იესო ყველაფერში ემორჩილებოდა თავის მშობლებს. And Mary continues to treasure all these things in her heart. და გითხოთ, რომ მარიამმა გულში ჩაიმარხა ყოველივე ესო. So we see, we do probably learn more about Jesus' family than we do about Jesus in this section. ამ მუხლებში ჩვენ უფრო მეტ გებულობთ ქრისტეს ოჯახის შესახებ, ვიდრე თავად ქრისტეზე. And we see the example that he had growing up in this family that was obedient to their faith. და ჩვენ ხედავთ, რომ ქრისტე გაიზარდა ის ოჯახში, რომელიც მორჩილი იყო ღმერთის. Parents, your children are watching you. ამიტომ მშობლობო, თქვენი შვილები თქვენ გაგურდებიან. And the most powerful gift you can give to your children isn't perfection, but it's your love and hunger for the things of God. და ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც შეიძლება თქვენ მისცეთ თქვენ შვილებს არის ის, რომ უჩვენოთ მათ თქვენი რწმენა, თქვენი მორჩილება. I think personally the second most important thing you can do is to love your spouse passionately. ჩანაწერეთ მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა გავაკეთოთ არის უყვარდეს ჩვენი მეუღლე. Children need to see that love between their parents. რადგან ბავშვებს ჭირდებათ რომ დაინახონ მშობლების სიყვარული. And so Luke here, he reminds us that God, he works through an ordinary obedience. Sorry? God is working through ordinary obedience. და ჩვენ ხედავთ როგორ მოქმედებს ღმერთი მორჩილი ადამიანების ცხოვრებაში. He's working while we're waiting. როგორ მოქმედებს მაშინ, როდესაც ჩვენ როდინის პროცესში ვართ. While we're faithful in our service to him. როდესაც ჩვენ განვაგრძობთ მის ერთგულად მსახურებას. Let's stand and close in prayer. მოდით ახლა წამოვდგეთ და წავიკითხოთ მუხლი. Then we'll have some special announcements. შემდეგ გვეკვდება განსაკუთრებული განცხადება. Father, we do thank you for the examples we see in your word. ღმერთო, მადლობას გიხდი იმ მაგალითისთვის, რომელიც შენ გვეცი შენი სიტყვაში. People like Simeon, people like Anna, people like Joseph and Mary. მადლობა ამ წმენის გმირებისთვის, სიმონისთვის, ანასთვის, მარიამისთვის, იოსებისთვის. People whose lives are written in your word because of their love for you. და მადლობა ამ ადამიანების სიყვარულისთვის. Lord, we want to be a people who are known for our love for you. და ჩვენ გვინდა ღმერთო, ჩვენ გვინდა რომ ადამიანები გვიცნობდნენ იმით, თუ როგორ გვიყვარხარ შენ. Fill us with your Holy Spirit that we would just radiate your love. და აგვაქვს შენი წმინდა სული, რომ ვაჩვენებდეთ შენ სიყვარულს. And Lord, we just ask that your word would continue to we would find greater and greater understanding of your word as we live our life with you. და დაგვეხმარა რომ უფრო მეტი რამ გავიგოთ შენი სიტყვის მეშვეობით. And give us boldness to live out your word. და მოგვეცი გაბედულება რომ აღასრულოთ შენი სიტყვა. In Jesus' name. იესო ქრისტეს სახელით. Amen. ამინ.